ამასი დღიდან ყველა დღე არის და იყო და არის რთული. ძალიან რთული 100 დღე იყო, ასეთი 100 დღე ამ რედაქციას არასდროს არ ქონია. ჩვენი გამოცემის დამფუძნებელი და დირექტორი ახლა არის ციხეში და ყოველ დღე ეს ფიქრი ჩვენ ცხადია არ გშორდება და ამ ნიუსრუმში ყოველ დღე საუბრობთ მზიაზე. ეს არ არის იული. ამის ფონზე მუშაობა არ არის იული, მაგრამ მეორეს მხრივ ვიცით რომ ყველაზე მთავარი რაც შეგვიძლია ჩვენ ახლა ამ სიტუაციაში გავაკეთოთ, ეს არის რომ უნდა ვიმუშაოთ კარგად. არა მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი პროფესიული ვალდებულება შევასრულოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არამედ იმიტომაც რომ მზიას გათავისუფლების, გნებავთ მხარდაჭერის, სოლიდარობის მთავარი საშუალება და იარაღი ზუსტად ეს არის. ჩვენი საქმიანობა, ანუ ჟურნალისტების მუშაობა. სანამ ჟურნალისტები მუშაობთ, ჯერ კიდევ არ არის გვიან, სანამ ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად და ამიტომ ყოველთვის ვფიქრობთ ამაზე. მორალურად ძალიან რთულია, რასაკვირველია, განსაკუთრებით გვიჭირს ხოლმე სასამართლო პროცესები, რომელიც ერთის მხრივ გვახარებს ძალიან, იმიტომ რომ მზიავს ხედავთ და გვაქვს შესაძლებლობა რომ რაღაც ხელი დავუქნიოთ და ეს გვაძლიერებს. მეორეს მხრივ ძალიან რთულია იმის დანახვა, რომ ჩვენი დამფუძნებელი და ჩვენი მეგობარი, რომელთან ერთადაც წლებია ვმუშაობთ, არის გისოსებს მიღმა და არის უკანონო პატიმარი და ძალიან რთულია იმის დანახვა, როგორ გამოდიან ციხეში მოწმე პოლიციელები და ყველა სიტყვაზე ლამის იტყუებიან და სიცრუეს ამბობენ. თითქმის ყველა პოლიციელი, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა სასამართლოში, არის ცრუმოწმე და ყველა რაღაცას იტყუება. ამის დანახვა ძალიან რთულია და მორალურად ამის გაძლებაც ძალიან რთულია. ერთხელ გამომაძევა კიდეც მოსამართლემ დარბაზიდან იმის გამო, რომ უბრალოდ გავიცინე ირონიულად და ეს სიცილი აღმოჩნდა საკმარისი. ვცდილობ რა თქმა უნდა რომ თავი შევიკავო, მაგრამ მართლა ძალიან რთულია თავი შეკავება, როდესაც რაღაც ხედავ რომ ეს არის სპექტაკლი და სასამართლო რეალურად სასამართლო კი არა, არის რაღაც თეატრი სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული, რომელშიც იძულებული ხარ მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ უნდა იბრძოლო სამართლებრივი გზით და ყველა გზა უნდა გამოიყენო ამისთვის.